ირაკის გადამღები ჯგუფის მოგზაურობა წმინდა მიწაზე გრძელდება. ჩვენ ახლა პალესტინაში ვიმყოფებით. ჩვენ მივემართებით ქალაქისაკენ, რომელსაც იერიქონი ეწოდება. იერიქონი დედამიწის ზურგზე. არსებულ ქალაქთა შორის ყველაზე უძველესია. მის ტერიტორიაზე 10,000 წელია უწყვეტად ცხოვრობენ ადამიანები. ეს გახლავთ პირველი ქალაქი, რომელიც ძველი აღთქმის წიგნის მიხედვით ებრაელთა მიერ იორდანეზე გადმოსვლის შემდეგ დაიპყრო ისუნავემ. ქალაქი იერიქონი უდაბნოში მდებარეობს. თუმცა, სანამ უდაბნომდე მივალთ, ჩვენი გადამღები ჯგუფი ავტობუსებიდან ჩამოდის, პატარა სამარშრუტო ტაქსებში ჯდება, რადგან ამ გზაზე დიდი ავტობუსით ზიარული შეუძლებელია. გზას უმაღლა და მაღლა მიდის. შემდეგ, გარკვეულ ადგილას, ტურისტები და ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრები ჩამოდიან, ფეხით მიუყვებიან გზას უდაბნოში, რომელიც დაგვეთანხმებით, წარუშლილ შთაბეჭდილებას ახდენს. უდაბნო დღესაც მჭიდროდ არის დასახლებული ადამიანებით. გარდა იმისა, რომ აქაურ ოაზისებში არის არაჩვეულებრივი ნიადაგი და იერიქონს მეორენაირად ფინიკის პალმების ქალაქსაც უწოდებენ, უდაბნო მაინც ბედუინების სამშობლოა. აქ გავლისას ჩვენ მრავლად ნახეთ ბედუინთა კარვები. ცოტა რამ ბედუინთა ცხოვრების წესის შესახებ, რომელიც ვფიქრობთ ჩვენი მაყურებლისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება. ბედუინები ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ, დღესაც კარვებში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ისინი საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია. ბედუინის კარვის კარი ყოველთვის ღიაა ყველა სტუმრისათვის. ჩვენმა გამცირებელმა აგვიხსნა, რომ ამას გარდა გულღიაობისა კიდევ ერთი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ტრადიციულად, უდაბნოში ბედუინის კარავთან მისული სტუმარი, რა თქმა უნდა, იყო მოგზაური. სწორედ ამ მოგზაურების საშუალებით ახერხებდნენ ბედუინები ინფორმაციის მოგროვებას იმის შესახებ, თუ საერთოდ რა ხდებოდა ქვეყნად. მის კარავში მისულ ყველა სტუმარს ბედუინი ძალიან ძლიერი ყავით გაუმასპინძლდება. 3 დღე-ღამის განმავლობაში ყველას შეუძლია იქ დარჩენა. მაგრამ მესამე საღამოს ბედუინი თავისი ფარიდან სტუმრის პატივსაცემად საკლავს დაკლავს, რაც იმის ნიშანია, რომ მეოთხე დღეს სტუმარმა მისი კარავი უნდა დატოვოს. ბედუინების კარვები საკმაოდ შორს არის იმ მონასტრიდან, რომლისკენაც ჩვენ ახლა მივეშურებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ბედუინები, რომლებიც უდაბნოში სამკაულებით ვაჭრობენ, იქ მოხვედრილ ტურისტებს რამდენიმე დოლარის საფასურად მონასტრამდე ვირით მიყვანასაც თავაზობენ. საუკუნეების განმავლობაში იუდეის უდაბნო ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული ბერ-მონაზვნებით. რადგან აქაური ბუნებრივი პირობები ძალიან უწყობდა ხელს ასკეტური ცხოვრების წესს. თუმცა გარდა მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, ბერ-მონაზვნებისთვის უმთავრესი მაინც ის იყო, რომ იუდეის უდაბნოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ელია წინასწარმეტყველი ელისე, იოანე ნათლისმცემელი და ბოლოს. სწორედ აქ ნათლობის მიღების შემდეგ 40 დღე გაატარა მაცხოვარმა.
მონასტერი, რომლისკენაც ჩვენ ახლა მივაშურებით, წმინდა მამა გიორგი ხოზევიტის სახელს ატარებს. მეორენაირად მას ხოზევა ან ვაადიკელტის მონასტერი ეწოდება. ვაადიკელტ ქვია მთლიანად იმ ოაზისს, სადაც მონასტერია აგებული. ცოტა რამ სამონასტრო ცხოვრების შესახებ წმინდა მიწაზე. ისტორიულ წყაროებსა და წმინდა მამათა ბიოგრაფიებში ვკითხულობთ, რომ სამონასტრო ცხოვრება წმინდა მიწაზე დაახლოებით მე-4 საუკუნიდანვე დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ სამონაზვნო ცხოვრების წესი საფუძველი ეგვიპტეში ჩაეყარა, უდიდესი როლი აქ მაინც წმინდა მიწაზე მცხოვრებმა ბერებმა ითამაშეს. ამათგან უმნიშვნელოვანესია წმინდა მამა ხარიტონის მოღვაწეობა, რომელმაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემოიღო განდეგილობა. შემდეგ წმინდა მამა ექვთიმე, რომელიც ხარიტონთან ერთად იყო პირველი განდეგილი ბერი, წმინდა მამა თეოდორე, რომელიც იყო დამაარსებელი ბერმონაზონთა ჯგუფური ცხოვრების წესისა და წმინდა საბა განწმენდელი, რომელმაც ასე ვთქვათ, სამონასტრო ცხოვრება ერთობლივ საძმოდ აქცია. ყველა მათგანის მოღვაწეობა იორდანეს უდაბნოს უკავშირდება. წმინდა გიორგი ხოზევიტის სახელობის მონასტერი იუდეის უდაბნოში არსებულ მონასტერთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი ცენტრია. თვითონ ტერიტორია, სადაც იგი არის განლაგებული, გარდა იმისა, რომ ულამაზესია და წარუშლის დაბეჭდილებას ახდენს მხილველზე, უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ აქ 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში იმალებოდა ელია წინასწარმეტყველი. და როგორც ამბობენ, უდაბნოს ამ გამოქვაბულებში მისთვის საკვები ყვავებს მოჰქონდათ. ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორია, სადაც მონასტერია აგებული, ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ოჯახს ეკუთვნოდა. სწორედ ელია წინასწარმეტყველის გამოქვაბულში ილოცეს ღვთისმშობლის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ, რათა უფალს მათთვის შვილი მიეცა. ამიტომაც ეს ადგილი არა მარტო ელია წინასწარმეტყველთან, არამედ წმინდა იოაკიმესა და ანას და ღვთისმშობელთანაც არის დაკავშირებული. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ შევსულიყავით ადგილზე, რომელსაც ელია წინასწარმეტყველის გამოქვაბული ეწოდება. თუმცა არა იმიტომ, რომ ჩვენი არ შეგვიშვეს. წმინდა გიორგი ხოზევიტის სახელობის მონასტრის ბერძენი მამები უაღრესად გულისხმიერი და სტუმართმოყვარენი ბრძანდებიან. უბრალოდ სამწუხაროდ შარშანდელი მიწისძვრის შემდეგ ელია წინასწარმეტყველის გამოქვაბული იმდენად დაზიანებულია, რომ იქ ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა კი თავად მონასტრის დაარსების შესახებ. მონასტერი მე-5 საუკუნეშია დაარსებული სირიელი მამების მიერ. მე-5 საუკუნის ბოლოსვე მონასტერში დასახლდა წმინდა მამა იოანე ხოზევიტი. წმინდა მამა იოანემ პატარა მონასტერი გააფართოვა და დიდ ლავრად აქცია. ამ პერიოდიდანვე მონასტრის საძმო ძალიან გაძლიერდა და ბერძნების გარდა, როგორც ამბობენ, აქ მოღვაწეობდნენ სირიელი და ქართველი მამები. განსაკუთრებულად აყვავებული მონასტერი წმინდა მამა გიორგი ხოზევიტის მოღვაწეობის ხანაში იყო. ეს გახლდათ მე-6 საუკუნის ბოლო, მე-7 საუკუნის დასაწყისი. ზრდ წმინდა მამის სახელს ატარებს დღეს მონასტერი. თუმცა აყვავებული სამონასტრო ცხოვრების დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც წმინდა მამა გიორგი ხოზევიტისევის სიცოცხლეში მონასტერს სპარსები შემოესივნენ. მოკლეს თითქმის ყველაფერი. ცოცხალი მხოლოდ წმინდა მამა გიორგი გადარჩა. წლების განმავლობაში იგი მარტო ცხოვრობდა მონასტერში და ცდილობდა კვლავ აეყვევებინა მონასტერი. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე განდეგილი ბერი დასახლდა. აქტიური სამონასტრო ცხოვრება ჩაკვდა. დაახლოებით მე-12 საუკუნემდე ხოზევიტის მონასტერში მხოლოდ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა. მე-12 საუკუნის შემდეგ კი იგი სრულად დაცარიელდა. მე-19 საუკუნის ბოლოს, 1878 წლისთვის, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ბერებმა მონასტერი აღადგინეს. მას შემდეგ აქ სამონასტრო ცხოვრება კვლავ აყვავდა. 40-იანი წლებიდან მონასტერში ცხოვრობდა
ეროვნებით რუმინელი ბერი, ჯონ იაკობი, რომელიც 1963 წელს გარდაიცვალა. იგი სრულიად განდეგილი ცხოვრების წესს ეწეოდა. ისიც გამოქვაბული გახლავთ, სადაც რამდენიმე წელი გაატარა მამა იაკობმა. 53 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა და მონასტრის ეზოში პატივით დაკრძალეს. დაახლოებით 4 წლის შემდეგ მონასტერში მცხოვრებმა ბერებმა შეამჩნიეს, რომ მამა იაკობის საფლავიდან არაჩვეულებრივი სურნელი და მირონი მოედინებოდა. მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ბერებმა სამარხი გახსნეს და იქ მამა იაკობის უხსნელი სხეული აღმოაჩინეს. სხეული მთლიანად მირონით იყო გაჟღენტილი და არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევდა. მამა იაკობის უხსნელი სხეული წმინდა გიორგი ხოზევიტის მონასტრის ერთ-ერთ დარბაზშია დაბრძანებული. თქვენ ეკრანზე ახლა სწორედ მის უხსნელ სხეულს ხედავთ. ხოზევიტის მონასტერი გამორჩეულია თავისი უნიკალური იკონოგრაფიით. აქ მრავალი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. ხოზევიტის მონასტრიდან ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა საბაგირო გზაზე გადაინაცვლა. რადგან სწორედ ასე არის შესაძლებელი მისვლა იმ ადგილას, რომელსაც 40-დღიანი მონასტერი ეწოდება, ხოლო მთა, რომელზეც იგი არის განლაგებული, ასეთ სახელს ატარებს ცდუნების მთა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 40 დღე გაატარა მათ ცხოვარმა და სადაც მას საცდუნებლად ეშვა ეწვია. საბაგირო გზიდან ყველაზე კარგად ჩანს ქალაქი ერიქონის ძველი ნაშთები და უდაბნოში მდებარე მშვენიერესი ოაზისის ყველა ღირსება. ცდუნების მთაზე პირველი მონასტერი წმინდა ხარიტონმა 340 წელს ააგო და მას დოკის ლავრა უწოდა. რადგან იურიდზე მთას, რომელსაც ჩვენ ცდუნების მთას ვეძახით, დოკი ქვია. ის ადგილები, რომელიც მაცხოვრის უდაბნოში 40 დღიან ყოფასთან და მის ცდუნებასთან არის დაკავშირებული, ახლა მონასტრის შიგნითა ნაწილშია. როგორც ამბობენ ამ გამოქვაბულში 40 დღის განმავლობაში ღამეს მაცხოვარი ათევდა.
ამ ქვას იცნუნების ქვა ეწოდება. სწორედ ამ ქვაზე იდგა მაცხოვარი მაშინ, როდესაც მას ეშვა გამოეცხადა. მონასტერში არის რამდენიმე ხატი, რომელიც ამ სცენას გადმოსცემს. ჩვენამდე მოღწეული მონასტრის სახე მე-19 საუკუნეში შეიქმნა, რადგან წმინდა მამა ხარიტონის მიერ აგებული მონასტერი სპარსებმა დაანგრიეს. მე-19 საუკუნით თარიღდება ის არაჩვეულებრივი ხატები, რომელიც არის მონასტერში. იუდეის უდაბნოშივეა ღირსი მამა საბა გამწმენდელის ლავრა. ეს იუდეის უდაბნოში არსებული ყველაზე დიდი მამათა სავანეა. მონასტრის ტიპიკონის მიხედვით ქალებს ლავრაში შესვლის უფლება არ აქვთ. ამიტომაც ამ სიუჟეტის ავტორი თქვენი მონამორჩილი ჯგუფში მყოფ სხვა ქალბატონებთან ერთად მონასტრის კარიბჭესთან დარჩა, მაგრამ ჩვენი გადაცემის ოპერატორი მამაკაცი გახლავთ. საბა გამწმენდელის ლავრის მამებმა მას ნება დართეს. კვირიაკეს მაყურებლისათვის ეს კადრები გადაეღო. ცოტა რამ თავად წმინდა მამა საბას შესახებ, რომელზეც ამბობენ, რომ იგი არის ყველა მონაზვნის წინა მძღვარი სასუფეველში. წმინდა მამა კაბადოკიაში დაიბადა. იგი 8 წლის ასაკში აღიკვეცა, ხოლო 18 წლის ასაკში მორჩილად დაუდგა ღირს მამა ეფრემ დიდს. ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იგი დაახლოებით 478 წელს მოსულა. და ბერმონაზონთა დიდი საძმო ჩამოუყალიბებია. პირველი პატარა ზომის ეკლესია, რომელიც წმინდა მამამ ააგო, წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა და ეწოდებოდა ღვთივ დამკვიდრებული. თუმცა ძალიან მალე ამ პატარა ტაძარმა ვერ დაიტია მონასტრის დიდი საძმო და დღევანდელი მონასტერი, რომელიც ღვთისმშობლის ხარების სახელობის არის, 502 წელს იკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი მამა საბა გამწმენდელი უდიდესი ავტორიტეტია მართლმადიდებლობაში, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს იყო პერიოდი, როდესაც წმინდა მამა საბა საკუთარივე დაარსებული მონასტრიდან გამოაწევეს. იგი გერასიმე მეუდაბნოემ შეიფარა. წმინდა საბა 522 წელს გარდაიცვალა და მისი სხეული უხრწნელი დარჩა. მე-11 საუკუნეში ჯვაროსნებმა მისი წმინდა ნაწილები იტალიაში წაიღეს. მაგრამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში 1964 წელს ერთ-ერთ იტალიელ კარდინალს ჰქონდა ხილვა
წმინდა საბა მოითხოვდა მისი ნაწილები მისსავე ლავრაში დაებრუნებინათ. კარდინალმა უღრმანოდ შეასრულა წმინდანის მოთხოვნა და 1965 წელს წმინდა მამა საბა გამწმენdelis წმინდა ნაწილები მისსავე ლავრაში დაბრუნდა. საბა გამწმენdelis ლავრაში მოგვიანებით იოანე დამასკელიც მოღვაწეობდა. საბა გამწმენდელს უდიდესი ღვაწლი აქვს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურების განაწესის, ანუ ტიპიკონის შექმნაში. წმინდა საბას ლავრის ტიპიკონი დღემდე ისეთია, როგორც მის სიცოცხლეში. მაგალითად, კვირაობით მთელი ღამის განმავლობაში მღვიძარება და ღვთისმსახურების დროს 20 ნაწილად დაყოფილი 150 ფსალმონის საკითხავის აღსრულება. აქ ტრაპეზი ჩვეულებრივ დღეში ერთხელ არის. დიდ მარხვის დროს მხოლოდ უზეთო საკვებით იკვებებიან. აქაური ბერები არეულიან ბაღბოსტნებს და მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებს ახარებენ. ერთადერთი ხე, რომელიც მონასტრის ეზოშია, ეს გახლავთ ზეთის ხელის ხე. საბა გამწმენdelis ლავრის ბერები არასოდეს ჭამენ ვაშლს. ლავრაში არ ხმარობენ ელექტროობას. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საბას ლავრაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ იოანე დამასკელი, თეოდორე საბაიტელი, რომელიც 826 წელს ედესის ეპისკოპოსად აირჩიეს და რომელმაც მოახერხა გაექრისტიანებინა ბაღდადის ხალიფა ალ-მუავია. მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი სარწმუნოების გამო აწამეს. რუსი იღუმენ დანიელის ცნობებით, რომელიც 1000-6007 წლებში ეწვია წმინდა მამა საბას ლავრას, ვკითხულობთ, რომ მან დაყვანისცა 5 წმინდანის წმინდა ნაწილებს, რომლებიც იყო გაუხსნელი და საოცარ სურნელს აფრქვევდა. ესენი გახდნენ იოანე დამასკელი, იოანე ისიქასტი, თეოდორე ედესელი, ღირსმოწამე მიქაელი და ღირსი მამა აფროდისიოსი. განსაკუთრებული როლი მიუძღვით საბას ლავრის ბერებს წმინდა მიწაზე მართლმადიდებლობის შენარჩუნებაში, რადგან წმინდა მიწაზე ჯვაროსანთა შეშლის შემდეგ იყო დიდი ალბათობა ყველა ეს მონასტერი გარდაქმნილიყო კათოლიკურად. საბა გამწმენdelis ლავრის ტერიტორიაზე ხარობს პალმა, რომელიც თვითონ წმინდა მამის დარგულია და რომელიც წლების შემდეგ გახმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 60-იან წლებში მისი წმინდა ნაწილები ლავრაში დაბრუნდა, პალმა ისევ გაიხარა. მისი ფოთლები სასწაულ მოქმედია და უშვილო ოჯახებს შვილიერებით აჯილდოვებს. და კიდევ, საბა გამწმენdelis ლავრა გახლავთ ერთადერთი, რომელშიც სამონასტრო ცხოვრება დღიდან დაარსებისა დღემდე არასოდეს შეწყვეტილა. როგორც წმინდა მამათა წიგნებში ვკითხულობთ, ეს მონასტერი ურყევად იდგება მეორედ მოსვლამდე.